გამხელილის ჯობს მე მიხეილ სააკაშვილი არ შემიქია 2026 ახლა და მოდი ასე ვიტყვით 18-19 ნუ არ ვიცი შეიძლება 17-16 წელიწადია პრაქტიკულად არასოდეს არ შემიქია მე მისი მმართველობის ბოლო წლები 2007-დან განსაკუთრებით არ მომწონდა რასაკვირველია მისი კრიტიკოსი ვიყავი გახდით როგორც შემეძლო რა ჩარჩოებში ჩემი მოსაზრებით მაშინ მართალი ვიყავი მართალი ის ბევრ შეცდომას უშვებდა 2012 წლიდან როცა ის დამარცხდა ხო ბოდიშ ვიხდი 2012 წელს ის შევაქე როდესაც მან ხელისუფლება ძალაუფლება დათმო მან და ეს სწორი სახელმწიფოებრივი ქმედება ნაბიჯი იყო ისევე როგორც 2008 წელს აი ხა ყველაფერი უნდა გამახსენდეს 2008 წელს როდესაც მან და მისმა ხელისუფლებამ ხელი უკუღმა აულაწუნა რუსეთს მაშინაც შევაქე მე ნაციონალური მოძრაობა და პრეზიდენტი სააკაშვილი და ერთი წლის განმავლობაში სხვების არ იყოს 2008-დან თქვა 2009 წლის რაღაც თქვა აგვისტომდე მეც რაღაც ჩემი კრიტიკა იყო შედარებით მოკრძალებული ან თუ ვაკრიტიკებდი საერთოდ მიხეილ სააკაშვილს იმაჩნდა და მიმაჩნია რომ ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის კრიტიკა უბრალოდ არ შეიძლება 12 წლიდან მიშა არ ვიცი ალბათ შემიქია არ შესაძლოა არ შემიქია უფრო არ შემიქია არ მახსენდება ყოველ შემთხვევაში და პირიქით განსაკუთრებით მას შემდეგ რაც დაბრუნდა საქართველოში როგორც დაბრუნდა და რაც დაბრუნდა იმის შემდეგ თუ რა მithქვამს მიხეილ სააკაშვილზე პოზიტიური მის შესახებ მე მგონი ყოველ შემთხვევაში არაფერი მithქვამს უფრო ზუსტი რომ იყო მაქსიმალურად ვცდილობდი ობიექტურად შემეფასები და პრეზიდენტი სააკაშვილის მოღვაწეობა გამახსენდა აი როდესაც ის მძიმე მდგომარეობაში იყოს ვივამეთში რომ გადაიყვანეს და მძიმე მდგომარეობაში იყო მე ორჯერ სამჯერ არ ვიცი შეიძლება 15ჯერ დავიცავი მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავაკეთე გადაცემას თუ არ ვწდები ვიდეო ბლოგით სტატუსი ნამდვილად დაწერილი მექნება და ასე შემდეგ დიახ მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ცუდი მძიმე რა იყო ამის საფუძვლები არ ვიცი სიმართლე გითხრათ და ის ექიმები რომლებიც მას თავს დასტრიალებდნენ ისინი რასაკვირველი არ ცდებოდნენ ოღონდ საფუძვლები რა იყო ახლა შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ უკვე სხვა ვიდეო ბლოგებში და რამდენად იყო ეს არ მინდა ეს სიტყვა ჰიპერბოლიზებული შეგნებულად არ მინდა რომ წარმოვთქვა მაგრამ რაღაცა გადრამატიზირებული იყო მათ შორის ჩვენს მიერაც ახლა თუ თქვათ გულახდილები ვიქნებით თუმცა სხვა შესაძლებლობა თუ სხვა ვარიანტი თითქოს არც გქონდა დარჩენილი რასაკვირველია მიხეილ სააკაშვილი წარეთ გავაკრიტიკე ჩამოსვლის გამო ახლაც მიმაჩნია რომ ის არ უნდა ჩამოსულიყო ის უნდა იყოს ახლა უნდა ყოფილიყო ახლა უკრაინაში დაახმარებოდა პრეზიდენტ ზელენსკის თავისი არაჩვეულებრივი ინგლისურით მაინც და მაინც რაღაც ანტიკორუფციულ ბიუროში კი არა ხო თუ რაღაც კორუფციის საწინააღმდეგო და რომელიმე მხარის რაღაც გუბერნატორი კი არ უნდა ყოფილიყო ოდესის ოლქის ასე მაგალითად არა ის უნდა არც უმაღლეს ხელისუფლებაში შესაძლოა მაგრამ ის უნდა ყოფილიყო რაღაც მხარდამჭერი პრეზიდენტი ზელენსკისა და მისი კურსისა მას უნდა ეარა მედია CNN BBC და უნდა ელაპარაკა იმაზე რა მძიმე მდგომარეობაშია უკრაინა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მთელი ის სამყარო რომელსაც რუსეთმა სამკვდრო ბრძოლა გამოუცხა და ფასდაუდებელი იქნებოდა მისი წვლილი აი ამ ბრძოლაში თუ ის დარჩებოდა უკრაინაში და უკრაინიდან იმოგზაურებდა პოლონეთში არ ვიცი სხვაგან ევროპის რომელიმე სახელმწიფოში ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ იქ საჯარო ლექციებს აიკითხავდა საჯაროდ გამოვიდოდა მედიას მისცემდა ინტერვიუს იქნებოდა ადვაიზერი მრჩეველი პრეზიდენტი ზელენსკისა ხანდახან მაინც ილაპარაკებდა რუსეთზე როგორც ბროტების იმპერიაზე და ასე შემდეგ მე არ ვიცი სიმართლე გითხრათ ვინ უკაცრავად და ათოხლა პრეზიდენტ სააკაშვილს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ის ვინც ათოხლა და თავადაც რამდენადაც მახსოვს ამგვარ აქცენტებს swams რუსეთის ფსბ-სთან იყო შეკრული ისევე როგორც უნდა გამახსენდეს ახლა თუ და გამხსენებოდა მაგრამ ზვიად გამსახურდია ვინც ათოხლა ბოდიში პრეზიდენტს ამსახურდიასთან და მის მომხრეებთან 90-იანი წლების დასაწყისში კერძოდ 93 წელს და ვინც ჩამოიყვანა ან უბიძგა რომ ჩამოსულიყო საქართველოს დაბრუნებულიყო საქართველოში ისიც ფსბ-სთან იყო შეკრული ეს ჩემეული ხედვაა ახლა ბევრი მიხეილ სააკაშვილის ბევრი მომხრე არ დამეთანხმება შესაძლოა თავად მიშა სააკაშვილიც არ დამეთანხმოს და ასე შემდეგ
მოგეთ უფრო გამიკრიტიკებია მიშა სააკაშვილი და ნაკლებად მიქია შემიქი. ამავდროულად შეუძლებელია არ აღნიშნო ის, რომ თუ ვინმეს აქვს ძალიან ისეთი გლობალურ საკითხებზე სწორი ანალიზის გაკეთების უნარი ქართული პოლიტიკური სპექტრიდან. სწორედაც რომ მიშა სააკაშვილია, ბოდის ვიხდი, ბარემ უკაცრავად თუ არ დამავიწყდეს. მე გამიკრიტიკებია მიხეილ სააკაშვილი მისი ორკაპა ენისა და ენამწარობის გამოც, აი ბოლოდროინდელი ამბები რომ გავიხსენოთ, ძალიან არ მომეწონა მისი შეტევები ნიკა მელიაზე, გიგა ლემონჯავაზე, სხვებზე თუ ერთობაა და ერთიანობა უნდა იყოს. მიშას აქვს ეს ჩემი მასა აზრით, მაინც ცუდი თვისება, რომ სულ უნდა რომ იყოს მოწინავე თანაბართა თანასწორთა შორის პირველი ვიოლინო, ეს მის უზარმაზარი დამსახურება აქვს ვარდების რევოლუციის მთავარ ავტორს, ქართული ხალხის წინაშე. ვარდების რევოლუცია იყო უდადებითესი ამბავი 2003 წლისა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა უხეშად 3-დან თქვა 7-მდე, 8-მდე, ვიდრე რუსეთი საბოლოოდ აი 5 წლის განმავლობაში, ვიდრე რუსეთი საბოლოოდ ეცდებოდა ჩვენს გაჩნებას და მე აკი გაგვაჩინა კიდეს 12-ში. მე არ ვკამათობ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ასე ნიველირება სხვათა როლისა, სხვათა მისიისა, სხვათა ფუნქციის, სხვათა აზრისა, ხო? მე მგონი რომ მაინც არასწორია. ძალიან ამ თვალსაჩინო ძალიან პატივმოყვარე ალბათ სწორია, ამბიციური, ზე ამბიციური კაცია მიშა სააკაშვილი და თითქოს ყველა ფერზე მიდის. ანუ ოღონდაც კი ის იყოს პირველი ვიოლინო, ყველა ფერზე მიდის და თუ პირველი ვიოლინო არ არის, თუ თავარ პირი არ არის რაღაც პროცესში, ხო, ჩაშლის ხოლმე ამ პროცესს და მე რაღაცებს ხლართავს. წარმატებას უსურვებ, ეგრა მაგის პასუხია მის პოლიტიკურ პარტიას, იმიტომ რომ გონია რომ ნაციონალური მოძრაობა, მძლავრი პოლიტიკური მოძრაობა უნდა იყოს და სხვებთან ერთად, ამასაც ხაზგასმით ვამბობ, უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ანუ ძალაუფლების კვერთხი უნდა დაიჭინოს, როცა იქნება მაშინ ხელში ოღონდ. ამ სხვებში მე ვგულისხმობ დასაკვირვებლად პროდასავლურ ოპოზიციას, აქვე ვიტყვი, ნუ მაინც ალბათ კონცენტრირებულს ახლა უმეტესად ყოველ შემთხვევაში ალიანსში 1-2 პოლიტიკური პარტიის სუბიექტის გარდა. მაგრამ ეხლა ეგ თავარი უნდა თქვა, მაგრამ მიშა სააკაშვილს აკი გითხარით, კიდეც აქვს საოცარი უარყოფითი, მაგრამ საოცარი უნარი ასევე მამი მიყვარხარ, საოცარი უნარი, რომ გლობალურ საკითხებზე გააკეთოს ძალიან სწორი ანალიზი და კი არ შემიქია არასოდეს მიშა ამ კუთხით, მაგრამ ახლა მომიწევს მისი შექება. მან ამ ერთი დღის წინ 16 საათის წინ ზუსტად, ახლა არის არასრული პირველი საათი საქართველოს დროით, თბილისის დროით, გამოაქვეყნა ჩემი მოსაზრებით ძალიან კარგი და სწორი სტატუსი. ამ სტატუსის პრაქტიკულად ყველა აბზაცს ჩაგიკითხავთ და გავაანალიზებთ თქვენის ნებართვით ყველას და შევაკეთ მიხეილ სააკაშვილს. პოლიტიკური სპექტრში მყოფი ადამიანების სრულ უმრავლესობას ამგვარი სტატუსების, ამგვარი ტექსტების შემოთავაზების არც სურვილი აქვს, როგორც მე ხვდები, და არც უნარი აქვს. აი ეს რაღაც დაზუმალთებულია ამავდროულად საქართველოსთან მიმართებაშიც არის, საქართველოსაც ეხება ეს ტექსტი და მე პრაქტიკულად ყველა სიტყვა, რომელიც მე რო არ მომწონებოდა, რომელიმე ერთი სიტყვა არ შევაქებდი მიშა სააკაშვილს, მაგრამ ყველა სიტყვას ვაწერ ხელს, მეთქი ყველა სიტყვა მომწონს, მეთქი ვიტყვი. ასე ვიწონებ ყველა სიტყვას. ასე იწყებს. უახლოეს ხანს საქართველოს ელოდება ძალიან დიდი განსაცდელი, თუ ხელი სასწრაფოდ არ გავაძლიეთ. აღარ შევჩერდები ამაზე, ბუნებრივია რომ ეს ასეა. ყველაფერი რაც ახლა ხდება საქართველოში არის ივანიშვილის მიერ რუსეთისადმი მიცემული დაპირების ზედმიწევნით განხორციელება. ხო, მეც ვეთანხმები პრინციპში ამას. თუ 2012 წელს რუსეთისათვის მთავარი ჩემი დამარცხება იყო 22-ში მათ გადაწყვიტეს საქართველოს სრული დამორჩილება 22-დან მე დავამატებდი არ შევცვლიდი, გადაწყვიტეს სრული დამორჩილება, მე ვეთანხმები ამას. ოღონდ მე მაინც მგონი 2012 წელს არა უშუალოდ მისი, არამედ იმჟამინდელი საქართველოს კურსის და მიშა სააკაშვილისაც და მთელი პოლიტიკური გუნდის დამარცხება იყო რუსეთისათვის გარდაულა დაუცილებელი. ეგრა მაგის პასუხი ევროპამაც თავისი თოხლა იმ პერიოდში, როდესაც მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას მშვიდობიანი გადაცემა, ისე რომ შესწავლილი არ ხავდა ბოლომდე ეს FSB-ს აგენტი ბიზინა ივანიშვილი. ამის შემდეგ მიშა ამბობს ყველაზე ერთ-ერთ საკვანძო სიტყვას, რომელსაც მე ვეთანხმები. ამიტომაც დაიწყეს დენაციფიკაცია, გეხსოვება და იცით რა ტერმინიც არის ეს, ივანიშვილის ხელით, რაც ნიშნავს ნაცმოძრაობის გაქრობას
ისტორიული მეხსიერების რუსული სცენარით დალაგებას ოღონდ არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გაქრობას ნიშნავს დენაციფიკაცია როგორც ასეთი, არამედ მთლიანად ქართველი ერის, ქართველი ხალხის სულისკვეთების და იდენტობის ამოშანთვას ნიშნავს. ბიზნე ივანიშვილი ამას აკეთებს. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები, მცირე ჩასწორებით, რომ ოდენ ნაცმოძრაობის გაქრობას არ ნიშნავს. ყველას გაქრობას ნიშნავს. აი, ამაზე ამახვილებს მე მიშა ყურადღებას, რამდენადაც მახსოვს და ზუსტად მახსოვს, მაგრამ მაინც. შემდგომი აბზაცი ეხება ერეკლე მეორეს და ასევე იმას, რომ ერეკლე მეორეს გარდა, ერეკლე მეორეს ხო აქებს ქართული ოცნება და ჩამომხაუჭებულია. ერეკლე დიდი მეფე იყო, დიდი მეომარი იყო, დიდი მეფე იყო თუ გეოთ ასე ვთქვათ, მაგრამ ერეკლე მაინც 1783-ის გამო არ არის ბოლომდე მართალი მეფე საქართველოს თვის და საქართველოს ისტორიაში. მე მესმის, რომ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დებულებები არ შესრულდა და რუსეთმა და აღალატა საქართველოს 83-დან 84-დან და ისიც უნდა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 1795 წლის კრწანისის ბრძოლაში საქართველოს ქართლ-კახეთის სამეფოს მარცხი არის სწორედ 1793 წლის ტრაქტატის შეუსრულებლობის ერთის მხრივ და ზოგადად რუსეთის ერთგვარი პასუხისმგებლობა. მთავარ პასუხისმგებელი 1801 წლის ამბავზე არის არა იმდენად ერეკლე მეორე, არამედ არის მისი ზაქიჭამიაშვილი გიორგი მე-12. სხვა შორის, როდესაც ლევან ბერძენიშვილმა საკმაოდ კაცრად შეუტია მამა ბატონო. ხო, კი მამა. ეხლავე მამა. როდესაც ლევან ბერძენიშვილმა საკმაოდ მკვეთრად და მკაცრად შეუტია ერეკლე მეორეს, ხო, ქართულ ოცნებას ჭკუა რომ ყოფნოდა და აუპირისპირდებოდა ლევან ბერძენიშვილს, არგუმენტირებულად შეუპირისპირდებოდა მას. და ნიკოლოზ ბარათაშვილის ასე მაგალითად სხვა ნაწარმოებსაც გაიხსენებდა, გარდა იმისა, რაც გაიხსენა ლევან ბერძენიშვილმა ბედი ქართლისა და ის მთავარი სიტყვა ბედი ხანია მეფე ირაკლის გადუწყვეტია ბედი ქართლისა ამას შეუპირისპირებდა ნიკოლოზ ბარათაშვილს ასევე და გაიხსენებდა მაგალითად ოდნავ მოგვიანებით დაწერილ ასეთ ლექს იმავე ბარათაშვილისა საფლავი მეფის ირაკლისა, რომელშიც პრინციპში უკვე ნიკოლოზ ბარათაშვილი უკვე ცალსახად არის ერეკლე მეორეს მხარე, ერეკლე მეორეს როგორც ტრაქტატზე ხელმომწერის მხარეს. ეხლა ამას არ ეხება მიშას ეს სტატუსის ეს პასაჟი ერეკლე მეორეზე, თუმცა მიშა ამბობს, რომ ესე იგი საინტერესო ამბავია, ჩემი საინტერესო პასაჟია ჩემი აზრით, რომ რუსეთი ცდილობს, რომ დაამყნოს, მოდი შეზუსტისდა და უკავშირდება სწორედ გეორგიევსკის ტრაქტატი, რასაც მოყვა ქართული სახელმწიფოს ანექსია და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება 1811 წელი. სწორედ ერეკლეს ხელმოწერილ ტრაქტატს განიხილავს რუსეთის საქართველოს ფლობის ლეგიტიმურ საფუძვლად და ცოტა საკამათოა შესაძლოა, თუმცა ძალიან ესეთი საინტერესო აზრია. საქართველოს ფლობა და უფლება საბოლოოდ არ გამოუვა და ალბათ სხვა ფორმალურ დოკუმენტებსაც დაეყრდობა, მაგრამ მეორე მხრივ ისიც არ დაგავიწყდეთ და მიშა აქ სწორია. მეორე პასაჟი ამ სტატუსისა ეხლა გამახსენდა, კარგი ამაზე რომ ყურადღებას გავამახვილებ. ეს ხელისუფლება ბანდა ხელისუფლება უტევს ჟორდანიას მთავრობას, გაშავება ხდება ჟორდანიას მთავრობისა, რითაც აქტიურად დაკავდა ახლა ხან ოცნება, აბა თვითონ დაფიქრდით, წერს მიშა, შეკვეთა მოსკოვიდან ხომ არ მოდის. ჟორდანიას მთავრობას მეორე მხრივ თუ გულახდილები ვიქნებით, სწორედ 1801 წლის და 1793 წლის საქართველოს ანექსია დამოუკიდებლობის აქტში უარყოფითად არ აქვს შეფასებული. ამის იგით ფრჩხილებს არ გავხსნით თქვენის ნებართვით, აღარ გავაგზავნოთ ამაზე საუბარი. მოკლედ მიშა ამაშიც 99.7% მართალია, ალბათ მართალია, სწორი აქცენტებია, სწორი დრამატული, მაგრამ სწორი აქცენტები. ასევე დაპატიმრებებში საშკარად იგრძნობა რუსეთის ხელწერა, მეთანხმები. ასეთია გვარამიას დაჭერა, ჩემი აზრით ანტირუსული გადაცემების გამო. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები მას და არა მხოლოდ ამის გამო, მაგრამ აი მათ შორის ანტირუსული გადაცემების გამო. გივით არგამაძის დაჭერა, თავიდან ბოლომდე 1795% ვეთანხმები. გივი პუტინის დიდი ხანია ყავს გაჩხერილი ყელში. მე უკვე გადადის ჩემთვის მოულოდნელად მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე და როგორც მეხვდები პოზიტიურ კონტექსტში და მე ძალიან მომეწონა ეს პასაჟი. ჩვენ ბევრი გაგვიკრიტიკებია
ბადრიც და მამუკაც და ბადრიც მრავალ ბიზნესთა გამო, მაგრამ მიშა თითქოს ნაბიჯს დგამს ამ ორი თვითონაც ახმახია და ამ ორი სხვა ახმახი პოლიტიკოსის მიმართულებით. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მთელი ეს დრო აწვალებდნენ რუსების დავალებით, მიშას თქმით, ანაკლიაში ამერიკელების შემოყვანის გამო და მე ვეთახმები აქაც ამის გამოც აწვალებდნენ ამერიკელების კონტი ჯგუფი და SSA მარინი იგულისხმება ანაკლიაში შემოყვანაში და სხვებისაც ამერიკელების შემოყვანას ცდილობდა ბადრიც და მამუკაც წლების წინ და წლების განმავლობაში. ეხლა მე მაქვს ცხადი ამასთან დაკავშირებით 5 თითივით ვიცი რა, ან 4 თითივით ვიცი რა ხდებოდა და რა ხდება ანაკლიაში. მე მაქვს თავისთავად ჩემი კრიტიკული შენიშვნები ხსენებული ბადრი მამუკას მიმართ და პირადადაც მithქვავს მამუკასთვის და საჯაროდ ხო მithქვამს, მაგრამ მიშას ეს აქცენტი აბსოლუტურად სწორია. მეთქი ეს არის ერთგვარი გადადგმული ნაბიჯი მამუკა ბადრის მისამართით, რომ მე და თქვენ უნდა გავერთიანდეთ და არ უნდა მივისაკუთროთ ეს პროექტი, მისი არის მიშასეული ტოპონიმიკა სახელწოდება არის ლაზიკა, ბადრისა და მამუკასი არის ანაკლიის პორტი და მე კიდე რაღაც ანაკლია სიტი, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და მის ფლობელობაშია, აქვე უნდა ვთქვათ ის ტერიტორიები და მე ძალიან მომწონს ეს პასაჟი მიხეილ სააკაშვილის. ხოშტარიას დაჭერა შურის ძიება გავრილოვის ღამისთვის აბსოლუტურად ასია და რა თქმა უნდა ჩემი ტყვეობა საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მათ შორის ოდესისთვის, ხო, ოდესისთვის, ამიცი რამდენად სწორია, მაგრამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნამდვილად ასია. რუსები განსაკუთრებით სასტიკად მათ ექცევიან, ვისაც მოღალატეებად თვლიან. 2008 წლის ომის წინ ოქრუაშვილი ჩაყვანილი ყავდათ მოსკოვში. რამდენიმე თვე აცხოვრებდნენ აგარაკზე მოსკოვთან და ამზადებდნენ ქართველებისაგან დაკომპლექტებული სამხედრო ნაწილის მეთაურობისათვის, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს სამხედრო ოკუპაციაში. ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით მე ძალიან უარყოფითი აზრი მქონდა, მაქვს და მექნება და სწორი პასაჟია ესეც, თუმცა მე გავბედავ და ვიტყვი, რომ მიშა საერთოდ არ უნდა დომოდა, არ უნდა გამოიცხადებინა ნდობა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, არც შინაგან საქმეთა და არც თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე. მოდი ასე ვიტყვი, ხმები იმის თაობაზე ირაკლი ოქრუაშვილი კორი, აი კორთა ჯგუფს რო წარმოადგენდა, არ თამაშობ რუსეთისთვის სასარგებლო თამაშს თამაშობდა იმ ხანად, აი ეს 20 წლის წინ, ხო? ხმები ისმოდა ქალაქში, ვიცოდით ბევრმა და ამიტომაც დამატებით ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილის, ახლა რო გვედავებია რომ ატო ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის და ვიცი ზურაბ ნოღაიდელის ასე მაგალითად და გოგა ხაინდრავას და სხვების გამო ვაკრიტიკებდით. ეს თლად გულახდილებით ვიქნებით და კიდე სხვებისაც ახლა ბევრი სწორი ნაციონალი რო ყოფილიყო მის გარშემო, აი ვინ დავასახელო ახლა, ვინ გავიხსენო, აი ზაზა ბიბილაშვილი რო ყოფილიყო, ეს კრიტიკა ერთი არ აქვს, 7 ზაზა ბიბილაშვილი, ხო? ეს კრიტიკა იქნებოდა ნაკლები, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილიც რომ იყო მეტი და ახლა არა მარტო ირაკლი ოქრუაშვილი, უბრალოდ ნუ გამახსენებთ იმ 20 წლის წინ ამბებს, მაგრამ მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს პასაჟიც არის სწორი. და მე უკვე SG-ის ისა გააშლის მიშა, სწორედ დენაციფიკაციის დოდიში ოქრუაშვილი ჩაყავდათ მოსკოვში, რამდენიმე თვე აცხოვრებდნენ აგარაკზე მოსკოვთან და ამზადებდნენ ქართველებისაგან დაკომპლექტებული სამხედრო ნაწილის მეთაურობისათვის. მიშა ხო გახსოვს, მაშინ გალში თუ აფხაზეთში გადავიპარე ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად. მაშინვე არ იყო ირაკლი ოქრუაშვილი, არც შენთან მართალი. დიდი ხანი გამოვა ეს ვიდეობლოგი ვათხოვ. დარწმუნებული ვარ, რუსეთის დავალებით მისცა ოქრუაშვილმა ჩემს წინააღმდეგ ჩვენებები. ხო და ეს ოქრუაშვილი ადგა და 2022-ში წავიდა უკრაინაში. რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. აი სწორედ ამ ბოლო ეპიზოდისათვის თვლის მას მოსკოვი მოღალატედ და ივანიშვილის ხელით სამაგალითოდ სჯის. ნუ სწორია ეს შესაძლოა. ირაკლი ოქრუაშვილი როგორ დავაკო, მაგრამ რომ ჩავიდა უკრაინაში და იბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ეს ფაქტია. სწორედ დენაციფიკაციის ნაწილი იყო წულუკიანის კომისია. გადავახდით ამ აბზაცს, თუმცა ორის თქმით ვთქვათ, რომ სწორია ეს აბზაციც. რომელიც ივანიშვილმა რუსეთს მიასახა და ასე შემდეგ. მთლიანობაში ივანიშვილის რეჟიმი ერთ-ერთზე იმეორებს ვიშის რეჟიმის საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს
და ამას უკვე კომენტარის გარეშე ჩავიკითხავ ამ რამდენიმე აბზაცს. ეხლა ვება მთლიანობაში ივანიშვილის რეჟიმი ერთ-ერთზე იმეორებს ვიშის რეჟიმს საფრანგეთში. მეორე მსოფლიო ომის დროს, ოღონდ რუსეთ-უკრაინის ომის დამამთავრებელ ეტაპზე. მოსალოდნელია ივანიშვილის გვერდზე გაწევა, ისევე როგორც გერმანელებმა გაწიეს გვერდზე პატენი, მუსოლინი და ჰორტი უნგრეთში, კვისლინგი ნორვეგიაში და დიდი უბედურება დაატრიალეს და პირდაპირ დაიწყეს ტერიტორიის კონტროლი. ბეთახმე მამა რა იყო ვიშის რეჟიმის შინაარსი? მარშალმა პატენმა ჰიტლერს გარანტია მისცა, რომ ანტიჰიტლერულ კოალიციას არ მიემხრობოდა. ქვეყნის შიგნით გერმანიისათვის არასასრულო ელემენტებს გაანადგურებდა და სამაგიეროდ სხვა საქმეებში ავტონომია ექნებოდა. პატენმა ეს ფრანგებს მშვიდობად მიასახა, სულ მშვიდობაზე ლაპარაკობს, ხო? ქართული რუსული ოცნება და ასე შემდეგ. ეხლა რაღაცა ლილე მაინც არ მიწყობს ხელს თქვენის ნებართვით ემამ ერთი წუთი, ხო? კი, აი აბზაცს წავიკითხა მამი და გავაანალიზოთ და მე წავიდეთ, კაი? საქართველოს არ შეუძლია სამხედრო წინააღმდეგობაში კონტექსტის ნაწილია ტურისტული ბოიკოტი გამოგვიცხადოს. ივანიშვილი თვითონაც წავა და რუსეთის სრულ ფიზიკურ ოკუპაციას მოახდენს. ერის საუკეთესო ნაწილს გაანადგურებს, ისე რომ გაქცევასაც მოაცდებს ვერავინ და სისხლის გუბეებს დააყენებს. ეს არის დაუყოვნებლივი და რეალური საფრთხე, ამბობს მიშა პროგნოზს აკეთებს რა საქართველოს არ შეუძლია სამხედრო წინააღმდეგობა. ივანიშვილმა შეამცირა ჯარი 5 ბრიგადიდან 4-მდე და ეს 4 ბრიგადა ნახევრად დაკომპლექტე. მამა რა საკეთე? ნახევრად დაკომპლექტებული. წესიათი ყავი რა. წესიათი. მალე. გამთავრებ. მოკლედ აი ბოლო აბზაცი, ლილე, მამა ერთი ბოლო აბზაცი წავიკითხოთ, ხო? გაასწორე სახე. დაენახე აბა მაყურებელს როგორი ლამაზი ხარ. აბა როგორი ლამაზი. არა, დაენახე როგორი ლამაზი ხარ მაყურებელს. ნუ კი ბრანჯები დაენახე. ეს იქნება ხანმოკლე ოკუპაცია ჩვენი იგულისხმება, ვინაიდან უკრაინა მალე გაიმარჯვებს, მაგრამ ძალიან სისხლიანი პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ ყველაფერი ჯერჯერობით აქეთ მიდის და ერთადერთი რითაც შეიძლება ეს ძალიან ნეგატიური სცენარი ავიცილოთ, ეს არის ის რომ ჩვენ დავასწროთ რუსებს ივანიშვილის მოშორებაში და გადავიჭიროთ ინიციატივა თუ რა და რუსეთი უბრალოდ გადაგვივლის და ბოლომდე მიწასთან გაგვასწორებს. ოღონდ ხანმოკლე იქნება ომი შეთავადვი ამბობს. აქვე მიშა ლაპარაკობს სამხრეთ ოსეთის ანექსიის გარდაუვალობაზე, აიც ასე ვიტყვი და მართლაც გარდაუვალი იქნება, მოდი აქ ჩამეხუტე მამიკო. ისა გარდაუვალი იქნება ანექსია სამხრეთ ხივალის რეგიონისა, როგორც ჩანს, მოდი ასე ვიტყვი. და ბიზნე ივანიშვილს არანაირი პასუხი არ აქვს. ბიზნე ივანიშვილი ეუბნება რუსეთს და მიშას აღნიშნავს ამას დამტოვეთ, ოღონდაც კი დამტოვეთ, თორე წავალ ამერიკელებსკენ. როგორც ამერიკელები მას ვერ მიიღებენ, მიშაც მე მგონია მიშა ამგვარ აქცენტსაც აკეთებს და ეს რასაკვირველია, სწორია. ეს რასაკვირველია, სწორია. რაზე ვლაპარაკობთ მე და შენ? ხო, ამერიკელები მას არ მიიღებენ. ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის არის რასაკვირველია ბიზნე ივანიშვილისათვის და რუსეთისათვის დასწრება, მოდი ასე ვიტყვი, და სწრაფად ვიდრე უდრამატულესად განვითარებულა მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, ინიციატივის ხელში აღება. ამისთვის ერთიანობა აუცილებელია, მაგრამ ერთიანობის გარდა თავისუფლებას მივცემ და ვიტყვი ასე, არ დაულა აუცილებელია კვეთრი ნაბიჯები. აკაო და ზაფხულია და ცხელა, ოღონდ არ ცხელა. აქეთ როგორი რაღაც მიავია, ხო, ქარია. ხო, არც თუ მთლად ზაფხულის ამინდია ჩვეული საქართველოში, როგორიც იყო საქართველოში წლების და ათწლეულების განმავლობაში. ხო, აკაო და ზაფხულია და ჩვენ ახლა ვერ ვაქტიურობთ, გავიგე. მერე ზამთარი მოდის, ვერ ვაქტიურობთ. შემოდგომა და ზაფხული გამკრალია ამ ქვეყანაში ისედაც და ოდესღაც ხონდა და გამოვიდეთ მათ შორის Facebook-იდან, საკუთარ თავსაც მიმართავ. ხო, ამის თქმა მინდოდა. შენ ვიცურეკო? ვისა? ნახე. ეს ვინ არის? პუტინი? პუტინის დედავატირე? არა, პუტინს ვურეკავ. პუტინს რას რა უნდა უთხროთ? დედას ვუტირებთ? არა. აბა? უნდა უთხრა დებილი. ხო, სწორია. როგორ აი ხუთხარი დებილი ხარო? დებილი. არა, შეხედე, მაყურებელს უთხარი როგორია? დებილია.
პუტინი დაიცა მითხარი რომ კარგად გაიგოს მაყურებელს. დებილი კი არ არის მამა. ბოროტია, ბოროტი. არა, დებილია. დებილიც არის და ბოროტიც ორივე. არა. უზდელია. უზდელია ხო.